გმირმა, რომელსაც აკაკი ხორავა თამაშობს, ისტორიული წყაროებით ეგვიპტის მმართველობა ნაპოლეონის შემოსევამდე დაახლოებით 3 ათეული წლით ადრე დაასრულა. ქართველი მამლუქი ოსმალეთის სულთანს აუჯანყდა და 1779 წელს ეგვიპტის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 9 წლის განმავლობაში ალი ბეი შედარებით სამართლიანი ქვეყნის შენებას ცდილობდა. ეს ტაძარი რომელიც საუკუნისაა. და ვიცი აგებულია სინჯიკაშვილების აგებულია. და ეს ტაძარი როგორ აიგო? ის მე გამოგზავნილი ოქროთი. 200 ოქროთი. ოქრო ორჯერ გამოგზავნა. პირველად გზაში დაიკარგა, მეორედ კი მარტყოფამდე მიაღწია. აბრამ შინჯიკაშვილმა შემოთვალა, რომ მოხუცებულ დედაზე წუხს და ფულს იმისთვის გზავნის, რომ სახლთან ახლოს მას ტაძარი აუგონ. ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ბოლშევიკებმა გუმბათების გარეშე დატოვეს. მარტყოფელები მამლუქის სულიერ ფესვებს 10-ოდე წელია ისევ ლოცვით ასაზრდოებენ. ბეი შინჯიკაშვილის ქართულ დიდებას სოფელში ღობით იცავენ. წერილებს წერდა თურმე თავის დედას კახეთში. რომ მე ძალიან ძლიერი ვარო და როგორ მინდა დავეხმარო საქართველოს და ფერა. და გაუგზავნა ფული და ეკლესია აშენებინ. მარტყოფიდან გადაცებული აბრამ შინჯიკაშვილის ამბავი მაჰმუდისთვისაც ახლობელია. ოთარ კობერიძე ასეთი ისტორიებით როლის მოსარგებად იკვებებოდა. მისი საყვარელი გმირის ალი ბეის შემდეგ მამლუქთა მეორე ეჯანყებას ისევ ქართველი იბრაჰიმ ბეი, ანუ აბრამ შინჯიკაშვილი ხელმძღვანელობდა. იბრაჰიმ ბეიმ და მურად ბეიმ ხვანთქრის ფაშის ძალაუფლება არარაობად აქციეს. მექაშერიფიც მორჩილებად გამოსულა. ეს უკვე ეგვიპტეში რუსული დიპლომატიური მისიის ჟურნალში 1782 წელს გაკეთებული ჩანაწერია. ლეკების მიერ გადაცებული მარტყოფელი მღვდლის შვილი 12 წლის აბრამ შინჯიკაშვილი მე-18 საუკუნის 70-90-იან წლებში ეგვიპტის მამლუქთა ოლიგარქიაშია. არ ემორჩილება ოსმალეთს და მიმოწერას აწარმოებს მეფე ერეკლესთან. ძალიან მიყვარს, როდესაც პანჯარაში იყურება ლია და გადმოუგდებს ცხვირსახოც. მიიღეთ ჩემგან საჩუქრად. პანჯრებიდან ზეინაბები აღარ იმზირებიან. სუკი კაიროს ძველი უბანია, სადაც ოდესღაც მამლუქები სახლობდნენ. აუარებელი სიმდიდრისა და მიწების მფლობელი თეთრი მონები მთელს ეგვიპტეში იყვნენ მიმოფანტულნი. აქ დღესაც წარსულით ვაჭრობენ და წარსულზე საუბრობენ. მამლუქები აქ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოჰყავთ ჯარის შესავსებად. მე-13 საუკუნიდან მუჰამედ ალის მოსვლამდე ისინი მმართველებიც იყვნენ და ამ უბანს იმ პერიოდიდან ბევრი მეჩეთი და სახლი შემორჩა. ბარკუკის ულამაზესი მეჩეთი მე-15 საუკუნეში მამლუქის აშენებულია. ისტორიკოსები თეთრი მონების მიერ დატოვებულ კულტურულ მემკვიდრეობას სიამაყით აღწერენ. მამლუქთა უბანში ერთ-ერთი სახლი ახლა ისევ ალყაშია, ამჯერად ხარაჩოების. მალე ეგვიპტის ხელისუფლება აქ თეთრი მონობის ისტორიას გამოფენს. ეგვიპტეში წაგვიყვანეს, იცოდნენ რომ ახლა ქართველი ვარ და კიდევ ვინ იყო აღარ მახსოვს. წაგვიყვანეს იმ სოფელში, სადაც ცხოვრობდნენ ოდესღაც. მამლუქები, მაგრამ დღეს ამ დღისათვის ძალიან ცოტანი იყვნენ. ერთი მოხუცი კაცი იჯდა ხალიონს აბოლებდა ძალიან და რამდენი წლის არის მეთქი უთხრა. მე 100 გადაცილებული ვარ და რამდენი თუ არ გადაცილებული არ ვიცი. ხან შესული იყო და მე ამაყა დააბრიალა თვალებით თქვა რომ მე მამლუქთა შვილთა შვილი ვარო. იცით რომ მამლუქები ქართველებიც იყვნენ? არა, არ ვიცი, არაფერი წამიკითხავს ქართულ მამლუქებს. იმაზე რომ ეგვიპტეს მე-12 საუკუნიდან მე-19-მდე ქრისტიანული წარმომავლობის მმართველები განაგებდნენ, არაბი ისტორიკოსები არ საუბრობენ. კაიროში მარტივად პასუხობენ, რომ მამლუქს ეროვნება არ ჰქონდა.
ფილმში აჰმედი ცხოვრებაში შეიხ ელ-ბალადად აღზევებული ქვეყნის მმართველი, ჩვენთვის კი აბრამ შინჯიკაშვილი იყო. ის სხვა კანდიდებულ ქართველ მამლუქებთან ერთად ნაპოლეონის გიზის პირამიდებთან შეებრძოლა. ისტორიული წყაროების თანახმად კორსიკელი იმპერატორი მამლუქთა კავალერიის გმირულმა იერიშმა მოხიბლა. ხუძბოში მაგალითად მე მინდოდა რომ ასე კი არ მოვეკალი ჩუმად ვწარმეთ იმაზე რა ქვია შუბებით აეტაცა დასესევით იმიტომ ძლიერი გვირი იყო რომ შუბებით უნდა აეტაცა და მე პუმ ვიღაცა მესრის და ვკვდები აბრამ შინჯიკაშვილი პირამიდებთან არ დაყუპულა. ნაპოლეონის ჯარის გამარჯვების შემდეგ საფრანგეთის, ინგლისისა და ოსმალეთის ინტერესები ეგვიპტეში გადაიკვეთა. ბონაპარტის ჯარმა პოზიციები დათმო. ინგლისელები მამლუქებთან საერთო ენის გამონახვას ცდილობდნენ. ოსმალები კი მათი თავიდან მოშორებას. მე-19 საუკუნის პირველ ათეულში ეგვიპტის ხელისუფლებაში მუჰამედ ალი ჩნდება. მუჰამედ ალის მეჩეთში მუკატამის მთაზე ეგვიპტის უზენაესი გამგებელი განისვენებს. ისტორიკოსები ამბობენ, რომ მან ახალი ეგვიპტის ისტორია შექმნა. ისტორიაში ყველაზე სისხლიანი გვერდი მამლუქებით ჩაწერა. 1811 წლის 1 მარტს მუჰამედ ალიმ მუკატამის მთაზე სააღლუმო პაემანი დანიშნა. სადარბაზო ბარათებით მამლუქები აღლუმის გასახსნელად სალაჰ ალ-დინის ციტადელში მიიწვია. სააღლუმო ფორმებში გამოწყობილები გუბერნატორმა ჯერ სუფრასთან მიიპატიჟა. სასახლეში მიწვეულ 400 მამლუქს მუჰამედ ალის ადილისას სარკეში აკვირდებოდა. მაშინ მეომრებმა არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, თუ რას უმზადებდა მათ ქვეყნის გამგებელი. ამ გზაზე ხაფანგს მხოლოდ ერთი გადაურჩა. მამლუქი, რომელიც ამ ციტადელზე გადახტა, ქართველი იყო. მან შეძლო მამლუქების დაგსაქსო. ნაწილი ჩრდილოეთის მხარეს, ნაწილი კი აქ, ამ ქუჩასთან მიემწყვლია. მარჯვნიდან და მარცხნიდან შეუტია და მუსრი გააო. სასახლიდან გამოსულ მამლუქებს ვიწრო ქუჩებში ჩასაფრებული ჯარი დახვდა. 480 ცხენოსანი ვეღარ წინ და ვეღარც უკან დაიძრა. მაშინ აქ აბრამ შინჯიკაშვილის შვილიც დაიღუპა. ზოგიერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, სწორედ უფროსი შინჯიკაშვილი იყო ის, ვინც ხაფანგს თავი დააღწია. თუმცა ამ დროისთვის ის უკვე ღრმა მოხუცებული უნდა ყოფილიყო. ევროპელთა წყაროებით ეს ლეგენდარული ჰასანი, არაბთა მტკიცებით კი ამინ ბეი იყო, ვინც არ უნდა ყოფილიყო სამიდან მაინც ბედკრული საქართველოს. მარტყოფში შინჯიკაშვილების 50-მდე ოჯახი ცხოვრობს. ისინი თავიანთი უცხო ქვეყნისთვის თავდადებული წინაპრით და ეგვიპტიდან სამშობლოზე გულშემატკივარით ამაყობენ. აბრამ შინჯიკაშვილის ამბავი აქ ყველამ პაპის პაპიდან იცის. ეს ჩემი შვილის მედლებია, გიორგი შინჯიკაშვილის, ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონი. 2005 წელს სექტემბრის თვეში კაიროში ტარდებოდა მსოფლიო პირველობა ძიუდოში. მას აღებული ჰქონდა ნაკურთხის ანთელი, ნაკურთხი მიწა და ანთო პირამიდებთან სანთლები, მოაყარა ნაკურთხი მიწა და მოიხადა ჩვენი გვარისა და ჩვენი სამშობლოს ყვალი აბრამ შინჯიკაშვილის მიერ. ახლა ამ ხედს მუჰამედ ალის ხედი ჰქვია. აქედან ყველაზე კარგად ჩანს მამლუქთა მიერ ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში აგებული მეჩეთები, რომლითაც ეგვიპტე დღეს განსაკუთრებით ამაყობს.